სასახლე და ივანიშვილი დაგხვდა? მითხრა რომ ყავასაც ვერ მოვადიღებინებ ვერავის. მე დაბინახე მაშინ რითი აჩერებდა რამდენიმე ადამიანს აი სისტემა რა მეთოდებით. გომელაური, რომელიც იყო მის დაცვის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, ღარიბაშვილი, რომელიც იყო მისი როგორც ასისტენტი. რა გაუძლებს ახლა ამათ? ის შურისმაძიებელია. არა ადამიანური ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს გაიარო და ბრძოლაში დარჩე. ეს იყო შანტაჟი. ის დამარცხდა ჩემთან ბრძოლაში. და კობახიძე როგორ გამოჩნდა ეგ? ვი, არ გამახსენო. მაგასაც ესწრებოდი. შემომესევია ბოტები და ტროლები ამას როგორც მოისმენე. ხოდია რომ ყველაფერს თვითონ მართავს, მაგრამ ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს. აფექტში არ ვარდები მე. ის ბიჭი ეკამ რო გაუტყლაშუნა, აი ესე მახსოვს ხოლმე. ვანო ზარდიაშვილი. გიждდებოდი თოჯინაზე, ვიკა. იფოლ რო იწახდა. შენი თეთრი ფეხსაცმლის გამო რა ამბავი. ეგ მელიას მოგონილია, ხო იცი? ვესელკები. ავიწყდებათ ამ მოსამართლეებს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ვინმე სხვას კი არ მოეკითხება, მათ მოეკითხებათ მომავალში. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ. ეს არის YouTube არხი მისმინე. მე ვარ ვიკა ბუკია, უყურებთ გადაცემას ვიკასთან ფილტრის გარეშე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ეკა ბესელია, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს და ასეც არის მგონი ქართული ოცნების ერთ-ერთ დამფუძნებელს. მადლობა ეკა. შენობით ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ბუნებრივი იქნება, რომ არ მოვატყუოთ მაყურებელი და შევინარჩუნოთ ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც ისედაც გვაქვს. დღევანდელი ინტერვიუ იქნება ძველი პროცესების გარშემო, ასე ვთქვათ, და მინდა დამეხმარო ამ ხელისუფლების დეკონსტრუქციაში, ასე ვთქვათ, რომ გავიგოთ გააზრებაში დაგვეხმარო ამ ხელისუფლების, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე კარგად შენ შეძლებ ამას. რასთან გვაქვს დღეს საქმე? იმიტომ რომ ხშირად მსმენია რომ ეს ხელისუფლება აი ამას არ იზამს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ახლა ბევრი შემისწორებდა. აი ამას არ გააკეთებს, ამიტომ მინდა რომ მოვისმინო შენგან, რას იზამენ, ვინ არიან. პირველ რიგში მადლობა ვიკა რომ მომიწვიე, მე შენც მიყვარხარ და შენი გადაცემები, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყველაფერი მომწონს და მადლობა. ამიტომაც სიამოვნებით ვისაუბრებ დიდათ არ მიყვარს იმ წარსულის გახსენება, მაგრამ მოდი გავიხსენოთ. მართლა? არ მიყვარს ხო უკან ყურება, გაკარგვინებს აწმყოში დროს და ტემპის რაღაცა შეგრძნება შეიძლება დაკარგო და ამიტომ ვცდილობ რომ ხშირად არ გავიხედო უკან, მაგრამ ის იყო საინტერესო პერიოდი. მე არ ვარ მხოლოდ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემ ხელში ამ პარტიამ პირველი დღეები გაიარა და სხვა შორის ივანიშვილი, რომელიც სრულიად უცხო იყო მაშინ ყველა ჩვენთაგანისთვის, ვინც იმ რეპრესიულ რეჟიმს უწოდებ წინა ხელისუფლებასაც და ესეც რეჟიმად ჩამოყალიბდა სამწუხაროდ, ამიტომ ამ ტერმინს მეც ვიყენებ უკვე. და ჩვენ ვინც ვებრძოდით წინა რეჟიმს და ბოლო 5 წელი იყო ეს დაუსრულებელი მუდმივი ქუჩაში ყოფნა. აი ამ დროს გამოჩნდა ივანიშვილი, რომელსაც არავინ არ ვიცნობდით და მე ვიყავი, როგორც მან მითხრა, პოლიტიკოსთაგან პირველი, ვისაც შეხვდა. ეს იყო მისი ცნობილი წერილიდან 2 დღის შემდეგ. ის უკვე პოლიტიკაში შემოსული იყო. არავის არ ყავდა ნანახი, 7 ოქტომბერს გავრცელა განცხადება, რომ შემოდის პოლიტიკაში, უბრალოდ განცხადება გავრცელდა წერილი. და 2 დღეში იყო ჩემთან ზარი 9-ში და მითხრა რომ შეხვედრა მინდა. მისგან იყო ეს ზარი პირადად? მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, ვიკა ჩვენ და მანამდე შეხვედრა არ გქონდა. არაფერი არ ვიცოდი, მე მაშინ ვიყავი, ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილმა მაშინ ჩემი შვილი და ძმა დაიჭირა, ძალიან დიდი ომი გადავიტანე, მაგრამ იქამდე ვიყავი ქუჩაში და უბრალოდ ძალიან რთული სიტუაცია იყო და ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა დამატებითი ძალა, ადამიანური, რაღაცა სხვა ენერგია იმისთვის, რომ მაშინ ის ვითარება შეცვლილიყო, რომელზეც სხვა შორის ახლა ყველა აღიარებს, რომ შესაძლებელი იყო. მოკლედ ამ დროს გამოჩნდა ივანიშვილი თავის წერილით
და დამირეკა და მითხრა რომ შეხვედრა მინდა 2 დღეში ამ განცხადებიდან და მახსოვს რომ 10 ოქტომბერს შევხვდი მის სასახლეში, სასახლეში, რომელიც იყო ცარიელი სხვა შორის. რას გულისხმობ, ბეკა? ხო, ეს ძალიან საინტერესო მომენტი იყო. მართლაც. ცარიელი იყო, მითხრა რომ ყავასაც ვერ დაგალევინებო, არავინ არ მყავსო აქ. რატომ? რა უცნაური კაცია. უცნაური კაცია, უცნაური ვითარება იყო, უბრალოდ მე არ მეცალა მაშინ რომ ამ დეტალებისთვის მიმექცია ყურადღება, იმიტომ რომ აი ქუჩაში რო ხარ და იბრძვი და რაღაცა სხვა ემოციური მდგომარეობა გაქვს რა, რაც მაშინ ჩვენ გქონდა, ვინც ვიყავით ოპოზიციაში და ეხლა რო ნაცებს უწოდებენ ყველას ჩვენი მათ ვებრძოდით მაშინ, აი იქ როგორ ჩანს იცი ეს არც სასახლე, არც გარემო, არც არაფერი არ გიჩვენება და მე უბრალოდ რომ მითხარო არავინ არ მყავსო და მართლა ცარიელი იყო ეს იქაურობა ასე მიხვედი და დამხვდა ეზოში. სასახლე და ივანიშვილი დაგხვდა. ეზოში დამხვდა. სიცარიელე. სიცარიელე. მითხრა რომ ყავასაც ვერ მოვადუღებინებ, ვერავის არავინ არ მყავს. დაცვა? არ ჩანდა არავინ. წარმოუდგენელი. ასე იყო. და ხო, აი ეხლა შეიძლება რაღაცნაირად ჩანს ეს დეტალები, მაგრამ ეს არაფერი არ იწვევდა ჩემში არანაირ ემოციას იმ მომენტში. ისეთ ვითარებაში. სულ სხვა ემოციური განწყობა გაქვს რა მაგ დროს, როცა რთული 2011 წელია, ხო? მძიმე წელი იყო ძალიან. და მე ვთხარ არ მინდა ყავა, რატო თხოვე თქო შეხვედრა. და მითხრა რომ ჭირდებიო და ძალიან სწრაფად მინდა რომ გადმოხვიდეო ჩემთან დასახმარება, ჯერ მითხოვა რომ იყავი ჩემი პირადი ადვოკატი. და შემდეგ მითხრა რომ მინდა რომ პარტია ავაწყოთ, ერთად ამაში დამეხმარე, რომ 1 წელიწადში არჩევნები მოდიოდა 2012-ის ოქტომბრის არჩევნები და მითხრა რომ ამ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ეს ვითარება. და ამაში მჭირდებაო შენი დახმარება და რატომ მე თქო ეს კითხვა დავსვე. და რომ არ ვიცოდი რა გადაკვეთა იყო და მითხრა რომ ბოლო 2 წელიაო ვაკვირდებიო ძალიან დეტალურად ყველაფერს და შენს ისტორიასაც მათ შორის ეს შვილის და ძმის ამბავი მითხრა და ჩემთვისო გასაოცარიაო ეს გამძლეობა და ნებისყოფა და გამბედაობა რაც გაქვსო. გარდა ამისა მითხრესო რომ ძალიან ძლიერი იურისტი ხარო და მოკლედ ჭირდებიო. და მე ვთხარი მე ქუჩაში იცი რატო ვარ მეთქი გამოსული? არა, იმიტომ რომ ჩემი შვილი და ჩემი ძმა მე დაიჭირეს იმ ქუჩაში ვიდექი თქო. მე სასამართლოს გამო ვარ მეთქი გარეთ გამოსული. იმიტომ რომ ჩემი პროფესია მიყვარს ყველაზე მეტად თქო და სასამართლოს თავისუფლება არის ჩემთვის თავარი იდეა მეთქი და ამისთვის ვარ. და თუ შენ მზად ხარ თქო რომ აი ეს იმიტომ გჭირდება ამ პროცესების გავლა. ჩემი თავარი პირობა არის ეს, რომ როცა შეიცვლება ქვეყანაში ვითარება, სასამართლოს ხელი უნდა გაუშვას ყველამ თქო. და ეს როდესაც შესრულდება, მე ჩავთვლი რომ ჩემი საქმე ამით ამოვწურე გარეთ ქუჩაში და დაუბრუნდები ჩემ პროფესიას თქო. აი ეს იყო ჩემი პირობა მასთან. პირველი საუბრის და მითხრა რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის მომენტი იყო, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშო. და ამიტომ უნდა და დახმარება როგორც იურისტი. მე ვიყავი ამ საქმეზე მისი და მისი მეუღლის ეკას ადვოკატი. ეკატერინეს ადვოკატი, ორივეს ვიცავდი მაშინ სასამართლო პროცესზე. და მითხრა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და პირობას ვიძლევიო რომ სასამართლოზე გავლენას არავინ არ მოახდენსო. ეს მე მას გავახსენე, როდესაც ამ თემის გამო გადავდექი და როცა ჩვენ ძალიან ვიჩხუბეთ, მაშინ გავახსენე აი ეს პირველი შეხვედრა და უთხარი გახსოვს თქო რა გითხარი პირველ შეხვედრაზე. რისთვის ვიდექი მეთქი ქუჩაში 5 წელი. ჩემი პროფესიის ადამიანი, ხა ვითვლებოდი ჩემ პროფესიაში ძალიან წარმატებულ ადვოკატად და ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული კომპანია და ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა მქონდა. და არ უნდა მდგარიყავი მე ქუჩაში 5 წელი სასამართლოს დასაცავად და აი ეს იმიტომ მოუყევი, რომ სწორად მიმხვდარიყო რა იყო მთავარი ამბავი და მისგანაც ეს პირობა მივიღე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მითხრა რომ სწრაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მეჩქარება. ნუ მაშინ არ მივაქციე ყურადღება იმას, სიცარიელე რო ავღნიშნე. შემდგომ მივხვდი, რომ ეს სიცარიელე ნიშნავდა
ნაჩქარებ და სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკას შემოსვლის. ანუ არ იყო გარემოც კი მზად იმისთვის, რომ ხო არის როცა ემზადები ინფრასტრუქტურულად, ვიზუალურად, ეხლა აქ ჩვენთან რომ შემოვედი, ეთყობა ყველაფერს, რომ აქ სტუდიაა, სადაც ემზადები და გარემო კარნახობს, რომ ეს ის გარემოა. და იქ იყო აი როგორი გარემო, იცი, როცა ისე გადაწყვეტილება მიღებული, რომ არ ახარ მზად ამისთვის. არაფერი მზად არ იყო. უფრო მეც გეტყვი, სადაც ჩემი იურიდიული ოფისი იყოს, ჩემი საკუთარი. იქედან ვუკეთებდი ერთი თვე ყველაფერს, იმიტომ რომ არ იყო იქ არაფერი აწყობილი და ვიდრე ავაწყობდით იმ შენობაში პრესამსახური, ექსპერტიზა, აი მეილებიც კი რომ უნდა გაგვეგზავნა კომპიუტერიდან. ეს აი ელემენტარულად ხო ვიღაცები რომ უნდა მოგვეწვია. პირველი მახსოვს ელჩებთან შეხვედრა რომ გავუკეთე, აი ამასაც კი ჩემი ოფისიდან ვაკეთებდი. პარალელურად ვიდრე ის აეწყობოდა. ამით იმის გვამინდა რომ მარტო ერთ-ერთი დამფუძნებელი არა ვარ. ესე აეწყო ჩემ ხელში მაშინ ის პროცესი და მე ახლოდან უყურებდი მას და ვიცნობ ძალიან კარგად. და იყავი მისი ადვოკატი მოქალაქეობასთან რო ქონდა პრობლემა. ეს პროცესი დამთავრდა ორივე კი. ეკას აქვს მასზე, ეკატერინეს აქვს მასზე გავლენა. მე მახსოვს პოზიტიურად ძალიან ცოტა ხანი იყო ის ამ ურთიერთობაში, დიდი დოზით არ იყო, მცირე დოზით იყო. და ის მცირე პერიოდი მახსოვს დადებითად, მაგრამ მე უკვე აღარ ყოფილა ჩართული ამ პროცესებში. შენ კითხვაზე ვიკა, რომ აი ეხლა როდესაც ამბობენ რაზე არ წავლენ, მე რომ ვაკეთებ პარალელს და ვადარებ რა იყო 2011 წლის დასაწყისში, როდესაც გავიცანი ბიძინა ივანიშვილი და დღეს ამ გადასახედიდან მე ვლაპარაკობ ორ სხვადასხვა მოცემულობაზე. ცა და დედამიწა. ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, რომ გეკითხა 2011-ში, 12-ში, 13-ში, აი ამ სურათთან და აი ამ ვითარებასთან დაკავშირებით და გეკითხა, რომ აი შეგიძლია არ წარმოიდგინო ესეთი რამ. ვერაფერ ვერ დაუშვებდი ამას და ეხლა უკვე აღარ მაქვს ეს განცდა, რაზე არ წავლენ, მგონია რომ ყველაფერი უნდა დაუშვათ, მაგრამ აი კონკრეტულად ის იყო სხვა რეალობა. კი ბატონო, მაგრამ ეს როგორ იცვლებოდა შთაბეჭდილება ხო დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ხანდახან არის ხოლმე რომ ვართ თავის მოტყუების მე გამომიცდია ჩემს თავზე საკუთარ თავზე, ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცებს უკვე ხვდებით, მაგრამ შეიძლება თავს ვიტყუებთ. ქონია ეს მომენტი? უფრო მეტად თავს კი არ ვიტყუებდი და არც მჭირდებოდა თავის მოტყუება. პროცესს უყურებდი ესე, რომ ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ყველა ვინც ვიყავით მაშინ პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მაშინ მახსოვს ეს შემოიკრიბა ოპოზიცია სრულად. და ყველა ფაქტიურად ყველა აი რა 1-2 გამონაკლისის გარდა იყო აი ამ ფაქტობრივად კოალიციაში, ოღონდ მისი ლიდერობის ქვეშ, ხო? ეს იყო უფრო საჭიროება, სადაც ჩვენ ვერ ვხედავდით ისეთ აი ბარიერს თუ ისეთ სირთულეს თუ ისეთ მიუღებლობას მისგან, რომლის გამო შეიძლება გეთქვა, რომ არ ხირს. ადამიანი გელაპარაკებოდა თან ისეთი უბრალო და ადამიანური და ისეთი რაღაცნაირი, აი ისეთი მორალისტური ენით საუბრობდა და იმდენად აი გულწრფელი იყო იმ პროცესში, რომ მე არ დამიშვია, ვიკა, იმდენად თავს ვიტყუებდი, არ დამიშვია, რომ ეს ის ადამიანია, ვინც შეიძლება დღეს აი ესეთი აი სასამართლოს ხელით რასაც აწყობს ახლა ანგარიშწორებას, ხო? რომ აი შეიძლება მან ჩაიდინოს. მე საფრთხე არ დამინახავს პირადად 2018 წლამდე. აი ეს მინდოდა მეკითხა, როდის დაინახე პირველი საფრთხე 18-ში? აი პირველად დავინახე, არა, საფრთხე, პატარ-პატარა საფრთხე უფრო ადრეც დავინახე სასამართლოსთან დაკავშირებით და პირველი კონფლიქტი ამ თემაზე მოგვივიდა ან იყო 2013 ან 2014 წელი. და დიდი შეკრება მოაწყო მაშინ უმრავლესობის, მე ვცადე მაშინ შემიჩერებინა იუსტიციის საბჭოს ცუდი ფორმირების წესი და მაშინ კონფლიქტი მომივიდა
ის პერიოდი იყო, როცა დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მაშინ თქვი, რომ მე ვხედავდი საფრთხეს იმ კანონში, რომელსაც მაშინ დაუჭირა მხარი ოცნების უმრავლესობამ და მაშინ მე თანამოაზრეები არ მყავდა 2-3 ადამიანის გარდა. ეს არის პირველი მოწვევის პარლამენტი 12-16-ის. 13 თუ 14 წელი იყო და მაშინ პირველად ვიჩხუბეთ მე და მან. არა, მანამდეც რამდენჯერმე ვიჩხუბეთ, მაგრამ სხვა შორის ერთი კარგი თვისება ქონდა, რაც უნდა აღნიშნო ვიკა. მას შეეძლო ბოდიშების მოხდა. მას შეეძლო უკან დახევა, მას შეეძლო ეთქვა, რომ მე არასწორი ვარ. კონკრეტულად აი გეტყვი, რაც შემთთვის გასაოცარი იყო. მახსოვს, რომ არჩევნებამდე 2011 თუ 12 წელი იყო, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ქართული ოცნების ოფისის წინ იყო ჩვენი პირველი ოფისი, რომელიც პირველად ისავაწყო ის ოფისი, მაშინ მაგ ოფისს ვაწყობდი, მოძრაობა დავაფუძნეთ ჯერ და მე პარტია. და რაღაც აი მაგ საორგანიზაციო საკითხებზე რაღაცაზე თქვა, რომ ესე კი რა ესია და არ იყო ისე. რაღაც ახლა ძალიან დეტალებში რო შევიდეთ და ნუ რაღაც 1-10 ადამიანი იყო მისი მაგიდის ირგვლივ და არ არის თქო ესე და შევყევით ამ კამათში და აღმოჩნდა რომ მე და ბიძინა ივანიშვილი კამათობთ ახლა ამ რაღაცა ისეთ საკითხს რომელიც ეხებოდა რაღაც საორგანიზაციო თემებზე ეს დაანჩენი ადამიანები რაღაც დაძაბული გვისმენენ არც მე ვჩერდები მე ვჭირს ეგ მომენტი რომ რაღაცას თუ მიმაჩნიებს მართალი ვარ არ ვჩერდები და ხუბობთ უკვე და ბოლოს უთხარი თუ გინდა რომ მართალი თუ გინდა რომ იყავი მართალი თქო მაგრამ არა ხარ თქო ეხა არასწორად ამბობ თქო და მაინც ბოლოს მაინც იგივეს ვიმეორებდი და ნუ კარგი დავასრულოთ ეს კამათი მაგრამ ნუ ძალიან დაიძაბა ყველა და მეორე დილა ხო წამოვედი რაღაცა და იმიტომ რომ მასთან კამათი არ ეკამათებოდა არავინ მე ხა ეს მე დაიწყო თუმცა ეს ალბათ მისგან მოდიოდა ეს იყო ახალი პერიოდია თან ეს ახალი წესიც რომ მასთან კამათი არ შეიძლება მე არ თვლიდია ესე მე აღმოვაჩინე რომ და თვითონაც მითხრა რომ სულ მეჩხუბებიო და ხასხვებთან ერთად ნუ მეჩხუბებიო მე მითხრა ხშირად კამათობდი მე მასთან მე არ მიმეჩნია არაბინ ვისთანაც არ შეიძლება იკამათო. უბრალოდ ფორმებს გააჩნია, ხო? ეხა ვიღაცასთან მეტად, ვიღაცას ნაკლებად. ჩვენ ხშირად კამათობდი და ბოდიშის მოხდაზე გეტყვი, ანუ მეორე დილას ბრუნდები და მხვდება თავის იმავე ოთახში, ისე იმავე შემადგენლობასთან ერთად და ვადგა ფეხზე და მეუბნება, რომ ესე ყველას თანდასწრებით. რო თქვა ხوار ფიქრობთ ეხლა მე სერიოზულად ვიჩხუბი კამათ და ვიჩხუბები კასა ბოდიში უნდა მოუხადო არასწორი ვიყავია ეს გააკეთეს ხების თანდასწრებით მაშინ ეს ნიუანსები რაღაცნაირად ახდენდა ისეთ გავლენას რომ ხედავდი რომ არ იყო სახიფათო ადამიანი რომელსაც შეუძლია დაინახოს შეცდომა დაიხიოს უკან ვიკა ამას იმიტომ ლაპარაკობ ხშირად მეკითხებიან რატო დამჭირდა მე მაგალითად 7 წელი რომ მიმეღო გადაწყვეტილება და 2018 წელს გადავდექი დეკემბრის ბოლო კვირა იყო აი იმიტომ რომ მას ქონდა ისეთი ქონდა რაღაცა ვთქვათ შეცდომების როგორც ყველას გვაქვს შეცდომები მაგრამ შეეძლო უკან დახევა და მას ეს არაერთხელ გაუკეთებია მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან აფიქრობ თუ არა რომ ესაც იყო მისი თამაშის რაღაცა წესი იმიტომ რომ ის ადამიანი გადასახედიდან ის თამაში იყო თუ არა მე მგონია რომ ეს თამაში არ იყო ის სერიოზული პოლიტიკური პროცესი იყო მისგან იყო თუ არა ეს თამაში იმ როლში იყო გულწრფელი რასაც აკეთებდა ოღონდ არ ვიცი ამას დამოუკიდებლად დღეს ეჭვმეპარება რომ ამას დამოუკიდებლად აკეთებდა დამოუკიდებლად მიიღო თუ არა გადაწყვეტილება არ ვიცი არ მიყვარს ეხა ეს ალბათ იურისტის ტვინია და კონსტრუქცია რომ არ მიყვარს ვარაუდებით და რაღაცა წარმოსახვებით საუბარი მაინც მიჩვეულია ფაქტებით საუბარს ამიტომ არა ვარ დარწმუნებული რომ ეს გადაწყვეტილება აი სარიელი სივრცეზე დამხვდა თქო რომ მან მიიღო არ ვიცი შეიძლება ვინმე ეხმარებოდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში მაგრამ ის რომ ამ პროცესში მოწადინებული იყო რომ შეეცვალა სისტემა ის რეჟიმი ჩვენც გვინდოდა რეჟიმის შეცვლა ანუ მიზანი ერთი გქონდა და შემდეგ დავიწყეთ რეფორმები და ამ რეფორმებში ხელს ის არ გვიშლიდა ჩვენ მაგ პერიოდში მივიღეთ უვიზო მიმოსვლა მაგ პერიოდში კანდიდატის სტატუსისთვის წინაპირობები შეიქმნა და ამას ძალიან ძლიერი რეფორმები უძღოდა წინ
სასამართლოს თემაზე დაიწყო მთავარი ომი და აი მანდ მივხვდი ის რაც დღეს ხდება ეს მე 2018-ში დავინახე ოღონდ იქამდე როგორც გითხარი იყო რამდენიმე რაუნდი კონფლიქტის მაინც ფიქრობ რომ ვინმე მიაღებინა გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლის თუმცა მაშინ მითხრა რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო ოჯახთან თათბირის თუ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ იმიტომ რომ თქვა რომ კრიტიკული ფაზაა ქვეყნისთვის და ყველა მისი წევრი შეწუხებულია ოჯახის ყველა წევრი და თქვა რომ მე ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო და არსად არ ვაპირებ წასვლას და ამიტომ ვერ შევეგუები იმას რაც არის და ვისზე გაქვთ ვარაუდი ვის შეიძლება ვინ მიაღებინა მას ეს გადაწყვეტილება ამის მართულია მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს მის ირგვლივ ვინც მასზე გავლენას მოახდენდა ვისაც მე ვიზუალურად ხედავდი მაგრამ ვინც დამხვდა და ვინც დამხვდა ეს იყო გომელაური რომელიც იყო მის დაცვის უფროსი ეს იყო სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დაცვის უფროსი ასევე ხო ანზორი იყო უფროსი და გომელაური მოადგილე და ღარიბაშვილი რომელიც იყო მისი როგორც ასისტენტი ვიკა სხვა არავინ არ დამხვედრია რუსულ კვალზე ის არ ჩანდა ვიკა მაშინ არ ჩანდა მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მე არ გამოვრიცხავ და ამიტომ ამბობ მაინც არ მიყვარს ვარაუდებით საუბარი მაგრამ რაღაცა ლოგიკას მივყვები რატო გამოჩნდა ბოლო წლებში განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდგომ ასე ცხადად კურსის სვლილება შესაძლოა რაღაც ნაღმი რომელიც იყო ჩადებული ამუშავდა სწორედ ამ დროს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ეხა ეს ძალიან გულსხმელად შემიძლია გითხრა მე ვიყავი ერთ-ერთი ახლო ადამიანი მისთვის რომელიც მთელი წლები ახლო ურთიერთობაში ვიყავი ხედავდი მუშაობდი იმ ოფისში სადაც გვერდით იყო ჩემი ოთახი ცხოვრობდა მე პარლამენტში უკვე საიდანაც ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა არ შემიმჩნევია არასდროს ეს რუსული გავლენები მე მგონი რომ არ გამორიცხავთ რომ ისი გამოჩენა არ საჭირო არ იყო არ გამორიცხავ რუსეთიდან მართული არ გამორიცხავ საჭიროება არ იყო ალბათ ამისი მაშინ და ამიტომაც ვერ ხედავდით მაგრამ რატო გახდა ეს ასე მნიშვნელოვანი უკრაინის მოვლენების მერე იულია სახსნელია ხო რუსეთს ჭირდება ყავდეს მოკავშირეები ვინმე აი ამ სამყაროში სადაც ვერავინ ვერ იპოვა და სადაც ცივილიზებული სამყარო დაჯგუფდა სადაც უნდა იდგეს სადაც უნდა დაინახოს სად არის სიმართლე და ალბათ ამაზე დიდი კავა ყველაზე ხშირად ამაზე კამათობენ რომ ეს იყო იმ თავითვე რუსული პროექტი თუ ეს იყო შემდეგ არ ჩანდა ამიტომ ეხა ცხადია თუ არ ჩანდა შენთვის ეკა უყურებდი ამას პირველი დღიდან ყველაზე ახლოს იმიტომ ეს პარტია შემდეგ მე დავარეგისტრირე მახსოვს მე მანე კობახიძე და ნოდარ ხადური წავედით რეგისტრაციის მაგრამ იურდულად მე ვამზადებდი ამ პროცესს და ამ შემდეგ ამას ჩვენ ვერ დავინახავდით თუ ეს რაღაცა პროცესები საიდანღაც იმართებოდა ამას ჩვენ ვერ დავინახავდით შენ ახსენე გომელაური ახსენე ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ანუ ახსენე მომავალი პრემიერ-მინისტრი მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ანზორ ჩუბინიძე რომელიც იყო დაცვის უფროსი ხო მაშინ წარმოიდგენდი რომ ასეთი რეგალიები ექნებოდა ამ ადამიანებს. არა, თვითონ არ წარმოიდგენდნენ ახლა მასა. როგორი იყო ურთიერთობა ამ ადამიანებთან მისი? ძალიან მოგრძალებული. დაცვა როგორ შეიძლება წარმოიდგინო ვის დასაცავ პირთან. ძალიან მოგრძალებულები, ძალიან თავდაბლები, ძალიან ერიდებოდათ მარტო დაფოფინებდნენ თავს. და კულტურულად მეუბნები ახლა როგორც მივხვდი, ანუ როგორც ხდება, მაგრამ რა მაინტერესებს, საერთოდ როგორი იყო გუნდის წევრებთან ურთიერთობის მისი სტილი, იმიტომ რომ ახლა გამახსენდა ღარიბაშვილზე რო ამბობს ის ცნობილი ჩანაწერი, ვინ არის ღარიბაშვილიო, რა ეუბნებიან, იურისტი ეუბნება მას და თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით მასო. ასე მოიხსენია მან ღარიბაშვილი. ივანიშვილმა. იცი რა შემიძლია გითხრა ამასთან დაკავშირებით.
ვინც აძლევდა მას უფლებას, რომ მასთან ესაუბრა, როგორც თავად სურდა, ალბათ შესაბამისად არჩევდა ფორმას და ტონს. და ვინც ვისგანაც ის ხედავდა წინააღმდეგობას ან რაღაც სტანდარტებს, აი არ ვიცი ახლა მე მაგალითად არასდროს არ მიგრძნია რომ რაიმეს ხმა არ შემეძლო, ვერ გავბედავდი, არასდროს არ მქონია ეს მომენტი. მე თავიდანვე გავარკვია ურთიერთობა მასთან, უთხარი რომ მე მასზე დამოკიდებული არაფრით არ ვიქნებოდი, არც მატერიალურად, არც პოლიტიკურად, არაფრით. მე მქონდა იდეა, რის გამოც ვიყავი. და ამ იდეის გამო ეს იმიტომ აუხსენი, რომ არ ყოფილიყავი მასზე დამოკიდებული, იმიტომ რომ მოგვიანებით ხედავდი, როგორ ხდებოდნენ ადამიანები მასზე დამოკიდებული ვიკა. და ყველა ვინც დამოკიდებული ხდებოდა ფინანსურად თუ სხვადასხვა ინტერესებით, ისინი ვერასდროს ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას. და როგორ ხდებოდნენ ადამიანები მასზე დამოკიდებულები? აი, რა იყო ის, რაც ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ, აი განსაკუთრებით იცი, როდის კომპრომატები ის გულისხმობ. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი ფორმა. ფინანსური ინტერესები, ახლა ის რომ აი 2016 პარლამენტში როდესაც აი ეს ჯოგივით შემოვიდა ეს გაურკვეველი ხალხი ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე, კობახიძის რაღაცა ჯგუფი, რომელთან ჩვენ არასდროს არ გქონდა ურთიერთობა, არ ვიცნობდით, ისინი ხო არ იყვნენ არასდროს არც ბრძოლაში, არც პროცესში, არც დასაწყისში, არც ჩუაში, ხო? უცებ შემოვიდნენ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდში. და პირველად დავინახე, რას ნიშნავს პოლიტიკაში აი გავლენებით ვაჭრობა. ეს ხალხი დადიოდა რაღაცა კონკრეტული ჩანაწერებით და თუ რამეს აკეთებდნენ, რაიმეს, აი არ ვიცი რამეს აკეთებდნენ, სარგებელს ითხოვდნენ. რა ჩანაწერებს გულისხმობ? ვიღაცას დაეხმარა. აი ჩემს გაუგებარი იყო ეს, რასაც გიყვები, ხა ჩემსაც გასაოცარი იყო ახალი ადამიანი, არ ვიყავი პოლიტიკაში, მაგრამ მახსოვს ეს ზარდიაშვილი და მდინარაძე რაღაცა ბუღალტერიას ვაწარმოებდო და რას ნიშნავს მეთქი და აი რო ვეხმარებით ვიღაცეებსო, მე შესაბამისად ჩვენს გვჭირდებაო რაღაცეებიო და ალბათ აი ტენდერების მოგება, სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა პროგრამებში ჩასმა მათი ახლობლების, რაც ეხა არაერთი ის გინახავს, ხო ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც არაჩვეულებრივად აკეთებს ნოდარის გუნდი. ასე ინაწილებდნენ. და ეს მე ვნახე ყველაზე ცხადად უკვე მეორე მოწვევის პარლამენტში აი ამ ადამიანებში. ანუ ყველა მათგანი ეხლა განსაკუთრებით ვინც შემორჩა, ზოგი არ ვიცი გადაანაწილეს ეხლა სიპებში და ათას რაღაცეებში. მატერიალურად მიბმულია მასთან. ისინი არიან სხვადასხვა კორუფციულ სქემებში ჩართული. ეს მან ძალიან კარგად იცის. მისგან არის ეს ხელდასმული, ხო, ეს ხალხი, რომელიც ხელს აფათურებს სახელმწიფო ბიუჯეტში და არ ვიცი, აძლევს ამის შესაძლებლობას და აგროვებს კომპრომატებს. და ყველა მათგანზე ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, რომ აქვს საქმეები აკინძული. ეს ძალიან ნათელია. დღეს არავინ ოცნების გუნდში ჯერცეთი აღარავინ აღარ დარჩა, ვინც მე მახსოვს პირველი ეტაპიდან. დღეს ვინც მას ყავს, არც ერთი იდეის გამო, მე არ ვიცი იქ ადამიანი, ვინც იდეის გამოა. ან არის, არ ვიცი, ან კომპრომატების გამო, ან ფინანსური ინტერესის გამო, ან კომფორტული მდგომარეობის გამო. ისე განრისხებული ივანიშვილი მინახავს, რა თქმა უნდა, მინახავს. როდესაც რამდენჯერმე ბრაზობს. ხო, არ არის ასიამოვნო ფორმა. იგინება ხო? არა, გინება არასოს არ მომისმენია, მე ჩემთან ასებით არა. მაგრამ ამცირებს ადამიანებსო გამიგია. კი, მე ნუ დაიმცირებენ თავს, ხო ეს არ ხდებოდა პრივატულად. შეიძლება ეს ყოფილიყო შეხვედრების დროს და ნუ გაიხსენ ერთი კონკრეტული. არა, არ მინდა ამ დეტალების გახსენება, მინახავს და ვინც ეს მიიღო და პასუხი არ გასცა, მისი პრობლემაა. აი მე გავიხსენებ მაშინ. მახსოვს რომ რაღაც ასეთი ისტორია მახსოვს. ირაკლი კობახიძეზე განრისხებული ივანიშვილი, რომელიც ეუბნებოდა კობახიძეს, რომ ბოდიში მაიხადა ეკაბესალიას. კი, იმიტომ რომ ეს იცი ეს საჯაროდ ხდებოდა. საჯაროდ ხდებოდა, ამას ესწრებოდა ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ სხდომა ჩაატარა. ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენი კონფლიქტი სასამართლოს თემაზე დაიწყო
და მე ჯერ კიდე არ მაქვს დატოვებული უმრავლესობა და თხოვდა რომ არ წავსულიყავი უმრავლესობიდან, ანუ დარჩენილიყავი ოცნებაში და სამდღიანი ჭიდილი იყო, რამდენიმე საათიანი სხდომა მიყავდა მას პირადად. და ცდილობდა რომ განეიტრალებულიყო ეს დაძაბულობა და რაღაცნაირად გავჩერებულიყავი. აი რასაც ითხოვდა ჩემგან ის იყო რომ გაჩერდი. აი ცოტა ხანი აი ეს მძიმე განცხადებები არ გააკეთო. აი ერთადერთი ამას ითხოვდა რომ ხო შეიძლება რომ ცოტა ხანი რაღაცა ეს თემა გაჩერდეს და ნუ არ ჩერდებოდა ეს ხო იანვარ-თებერვალი აი ეს პერიოდი 2019 წლის. და მეორე დღე არის მძიმე სხდომის მას მიყავდა და კობახიძემ როგორც ჩვევია მას არა აქვს მის გამბედაობა რომ პირადად გითხრას რამე რაღაცა წაილუღლღა მივხვდი ცუდ აი რო ხვდები რომ ადამიანი ცუდ რაღაცას ამბობს ოღონდ ჩუმად ჩემ წინ იჯდა და გვერდით ეჯდა ივანიშვილი და წამოვხტი ფეხზე და მივარდი და მავიწყდა ყველაფერი აი შეურაცხყოფის დროს აი რაღაცა ეგეთი ფორმიდან აი ისე ხმამაღლა რომ მაინც გითხრას ადამიანმა რაღაცა ხო რაღაცა რეაქცია გექნება ვანო ზარდიაშვილს რო უქენი იგივე ხო არ გაუკეთე აი ხო რაღაც ალბათ ამის საფრთხე იყო და ივანიშვილმა მივედი ახლოს და გაიმეორე თქო ხმამაღლა თქვი მეთქი ხა რა თქვი თქო და ხმას არ იღებს და მიხვდა ბიძინა რომ რაღაცა ცუდი თქო და განრისხებული სახე მაქვს და მივარდა კობახიძეს და ეჩხუბება და უდება კობახიძე ამას პარლამენტის თავმჯდომარეა და უდება ბოდიში მოუხადე ეხა ჩქარა ეკას ეხა რა არ ჭირდებოდა ჩემი კიდე გაბრაზება ივანიშვილს იმიტომ რომ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და ამ დროს ცეცხლზე ნავთი დაასხა და როგორ ეჩხუბება იცი და მოგიხადა ფოტოში იცი რა გააკეთა მე ისე შემრცხვა ამ სცენის მოხერხულად ვიგრძენი თავი რომ პარლამენტის თავმჯდომარეა და გადაგაყენებო უნება ბოდიში მოუხადეო ისე უხერხულად ვიგრძენი ხა შემომესევიან ბოტები და ტროლები ამას როგორც კი ესე იგი მოისმენე ხო გიждდებიან ამას ავდექი და გამობრუნდი ავდექი არა გამობრუნდი ვიკა იმიტომ რომ რაღაცა უხერხული სცენარი იყო და უმრავლესობის წევრები არიან და ხედავ კალაძეს და კობეს ბიძინა ივანიშვილს მოყავთ კობახიძე ესე ხელით ბოდიშის მოსახდელად ეს რა სცენა არა მე ვთხარი ბოდიში იქ დაჯექი მეთქე სახალხოდ მოიხადეთ ხო ბოდიში გენერია იცი რა მაინტერესებს ეგ იყო განრისხებული კი მაგდროს არაფორმალური მართლობა როგორ მიმდინარეობდა აი როცა ვსაუბრობთ არაფორმალურ მართლობაზე აი ტექნიკურად როგორ გამოიყურება აი ივანიშვილის კომუნიკაცია ჩრდილიდან სხვათა შორის მახსოვს ეს ძალიან ცნობილი კადრი რომელსაც მუდმივად ატრიალებენ ხმოვანს რო აგზავნეს მართლა ხმოვანს აგზავნიდა მე მიგზავნიდა რაღაცებს მიზიარებდა ხმოვანი ეგ კი არ არის პრობლემა ნახევიკა რა არის პრობლემა მახსოვს მაშინ როცა წამოვედით მე ლევან გოგიჩაიშვილი გედი ფოფხაძე ზვიად კვაჭანტირაძე აი და მაშინ ჩვენ სათქმელი უთხარით მას ჩვენ არ გველაპარაკებოდა ესეთი ფორმით და თუ აი კიდე ერთხელ ვამბობ თუ ვიღაცას უნდა რომ ხელქვეითად გადაიქცეს ღირსება დაკარგოს თამოყვარობაზე უარი თქვას მიიღოს ყველაფერი მისგან დაელაპარაკება ესე და ჩვენ არაზოს არ გველაპარაკებოდა ასეთი არც ტონით კი შეიძლება რაღაცაზე ბრაზდებოდა მაგრამ არ დაუკარგავს მას ეს ტაქტი მაგრამ იყო ვიღაცები ვისთანაც ძალიან როგორ გითხრა შეურაცხყოფელი ფორმით საუბრობდა იმიტომ რომ ის ვიღაცა აძლევდა ამის საშუალებას და ახლა არიან მისი გუნდის წევრები ეს ვიღაცები თუ ესენც არიან რამდენიმე არის კი კობახიძე ერთ-ერთი. ნუ ეხლა. როგორ მიიღებოდა საკვანძო გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ეხლა მინდა გავიგო როგორ მიიღება საკვანძო გადაწყვეტილებები, აი მიკრომენეჯმენტის დონეზეც იყო ჩართული. მაგალითად, მათედევიძეს რომ მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე. ეს 4 წელი და 6 თვე საიდან მოდის? აი დაისაჯოს ამბობს და მერე გუნდი წყვეტს, როგორ უნდა დაისაჯოს მათედევიძე თუ ის ამბობს, რამდენი წლით უნდა დაისაჯოს. ხდებოდა იყო სხვა, ამიტომაც არ ვადარებ ერთმანეთს და ის რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს, მე ვფიქრობ არის სხვა. ის მაგრამ მაინც მგონია რომ ყველაზე კარგად შეიძლება მიხვდე
ახლა ხო შეიძლება მივხვდე და ამიტომაც ხვდები ხშირად როდესაც ანალიზს ვაკეთებ ხშირად ზუსტად ისე ვითარდება პროცესები იმიტომ კი რომ გულთმისანი ვარ იმიტომ რომ უბრალოდ ვიცი ეს მაგრამ მაშინ ახერ ოპერაციულ დონემდე აი რაღაც დეტალებამდე არ ჩადიოდა თვითონ არა იმიტომ რომ მაშინ სხვა სისტემა იყო და მათ შორის ჩვენ ვიყავით მისთვის ერთგვარი მუხრუჭი ის ადამიანები რამდენიმე ვინც მას ვეუბნებოდით სიმართლეს ვეტყოდით რაღაცას რომ ეს არ შეიძლება მაგალითად მახსოვს სასამართლოს თემაზე რომ ჩინჩალაძეს და მის ჯგუფს რაღაც ჭირდებოდა და ვერ დაალაგეს ეს ამბავი ზარდიაშვილის საშუალებით კობახიძის მონაწილეობით მე მახსოვს მაშინ დამირეკა ივანიშვილმა და რაღაცა მითხრა ამ თემაზე რომ მასთან როგორც ჩანს მონახეს ხო გზა უთხარი რომ არ შეიძლება ამის გაკეთება ვიღაცა ხა ავიცი ანრი ოხანაშვილის შემდეგ რომელმაც ჩაიბარა იურიდიული კომიტეტი და გადააქცია მე სასამართლოს ფილიალად ეტყოდა რა თქმა უნდა გავაკეთებ ხა ხო ხვდები ეს არის განსხვავება ანუ დღეს ივანიშვილს არ ყავს არავინ ვინც მას ეტყვის რომ ეს არ შეიძლება ეს სახიფათოა და დარწმუნებული ვარ რომ დეტალებამდე შეიძლება ჭირდებოდეს იმიტომ ჩასვლა რომ მას არ ყავს მეორე მესამე მეოთხე ადამიანი რომელსაც რამე გავლენა აქვს მის გუნდში ანუ ეხლა ფიქრობ რომ დეტალებამდე ჩადის ეხლა შეიძლება იყოს ჩასული დეტალებში იმიტომ რომ ჯერც ერთი არ აქვს ნდობა ამათ არცეც არ ენდობა დარწმუნებული ვარ ვინ არის მის საკონტაქტო პირი ეხლა ალბათ იქნება კობახიძე მას შემდეგ რაც არც ღარიბაშვილი და არც გომელაური აღარ არიან მე ვერ ვხედავ ვერავის მანდ განსაკუთრებით გომელაურის შემდეგ რომელიც მისთვის ლილუაშვილზე ბევრად ახლობელი იყო გომელაური ლილუაშვილი არ იყო თავიდან ლილუაშვილი მოვიდა ჩვენთან იყო პარლამენტში 2016 წლის პარლამენტიდან გადაიყვანა ის არ იყო ისე ახლო როგორც გომელაური და გომელაურის წასვლა არის ყველაზე ძლიერი რაღაცა სიგნალი ჩემთვის რომ მას არავინ აღარ დარჩა ვისაც ის ენდობა რატომ მოხდა ეს აჩვენებს შიგნით მძიმე პროცესებს ეს არ გარეთ რაც ხდება ეს კრიზისი რასაც ჩვენ რა პროცესია ეს აი გომელაურის წასვლა როგორ მოხდა რატომ მოხდა აი არ ვიცი მე დეტალები ხე გარა ვარ მაგრამ მე შემიძლია ვთქვა რომ ეს არ არის ვის წასვლა შევადარო არავის წასვლას არ შევადარებდი გომელაურს აქვს რა თქმა უნდა ის არის ის იყო მისთვის ყველაზე ახლო ადამიანი სანქცირებული გომელაური მოიშორა სანქციის გამო არა მგონია ვიკა ხა სანქციის გამო მოიშორა რა აი ლოგიკა რა არის მაგაში რა სუშველი სანქცია არ გაყვა თუ რომ დაალაგოს ურთიერთობა ვითომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან აჩვენოს რომ აი შინაგან საქმეთა მინისტრი დაალაგებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს ვერც ერთი კერძო პირი ამ პროცესს დაალაგებს როცა ვაჩვენებთ ჩვენ როგორც ქვეყანა რომ არ გვყავს ინდისის პატიმრები არ დაგვყავს ჟურნალისტები Facebook სტატუსების გამო სასამართლოში არ დაძდებენ ადამიანებს აზრის და სიტყვის გამოხატვის გამო და ატარებ ნორმალურ არჩევნებს რა უშველის ახლა ახალი მინისტრი კრიზის უმწვავეს შიდა კონფლიქტებს შიდა რღვევას ამას აჩვენებს როდესაც შენთვის უახლოესი ადამიანები რო წავლენ შენგან ბიკა ეს არ აჩვენებს კრიზისს ამის გამოწავლენ თუ იმის გამოწავლენ რა მნიშვნელობა აქვს უახლოესი ვისაც შენ ენდობი წლები რომ მოდიხარ და რო გტოვებენ ეს ადამიანი ან გტოვებენ ან შენ უშვებ თვითონ წავიდა ფიქრობ არა თვითონ არ წავიდოდა ბევრად ადრე უნდოდა მას წასვლა მე როგორც ვიცი ჯერ კიდევ მე იქ ვიყავი მაშინ 18-მდე თავისით ვერ წავიდოდა მაგრამ შედეგი ხო ის არის რომ ივანიშვილი თავად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე ხო რომ მისთვის ყველაზე სანდო ადამიანებს უშვებს
კობახიძის მოძლიერება. არა, კობახიძეს კი არა, ძლიერებს ასუსტებს. მართლა ეს უნდა შევხედოთ. რითი აძლიერებს, ყველა საშინო საქმეებს აკეთებინებს, ამაზე მეტი დასუსტება. მაგრამ ამავდროულად კობახიძის კადრებია ყველგან, ხო? მე რა, ყველა ცუდი საქმეები თუ ყველაზე ცუდი საქმე თუ გაკეთდება შენი ხელით, ეს შენ გაგაძლიერებს და დაგასუსტებს. და რასაც აკეთებინებს, შეიძლება მას უხარია კობახიძეს ეს და ბედნიერად თulis თავს რომ გონია რომ ყველაფერს თვითონ მართავს, მაგრამ ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს. ასუსტებს სინამდვილეში. და ვერტიკალი, რომელიც არის ძალიან სუსტი. ვერტიკალი ხო როცა ერთ ადამიანს მოიცავს და მოიაზრებს. ის ხო ძალიან სახიფათოა, ვიკა, იმას რომ საყრდენები არ აქვს. ის ხო ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ არის გარანტი ყველაფრის. და მას არავინ არ აყავს ამ ვერტიკალში. ვის არწმუნებს ივანიშვილი რომ კობახიძე იქნება ყველაფერზე პასუხისმგებელი? ვის მოატყუებს? არავის არწმუნება არ ჭირდება ივანიშვილს, ის იტყვის, ყველა შეასრულებს. არ შეასრულებს, პირდაპირ ეტყვის. ან წახვალ, ან დაიჭერს იმათ, ვისაც კომპრომატები აქვს და კორუფციაში არიან. ახლა მათიკაშვილი საწავა მითხარი? საწავა მათიკაშვილი, რომელიც დოქსოპულოსავით ელოდებოდა 2012 წელს, ვინ გაიმარჯვებდა, იმ ხარესმა გადამხდარიყო და ამ დროს ქართულში მუშაობდა და ივანიშვილი არ იცნობდა საერთოდ 2018 წელს მეუნება ის რომ გაიხსენ ახლა ერთ-ერთი ხნომა, ეს არის მათიკაშვილი. მე მეკითხები მეთქეს იქ ბანკში არ მუშაობდა ეს, რა ვიცი ახლა ბანკში ვინ მუშაობდა. აი და მათიკაშვილი ყვებოდა ამ დროს ლეგენდებს. რო ეს პირადი ასე ხდებოდა და კობახიძე როგორ გამოჩნდა ეგ? უი არ გამახსენო მაგასაც ესწრებოდი არ მინდამდე ესწრებოდი რა ამდენი მემატიანეობა მინდა მაინტერესებს როგორ არ ვესწრებოდი რომ მოიყვანეს და გააცნეს იქ ვიყავი ვინ მოიყვანა ეკა ვინ მოიყვანა და მაგას მიეცა ჩვენი ცოდვა თეთრ ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და რა ყველაფერს ვერ მოვყვები რა თქმა უნდა. ვინ მოიყვანა? გეტყვი ხავე, ოფიციალურად მოიყვანა კალაძემ და გააცნო, მაგრამ კალაძეს მიუყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო იმ პერიოდში ლევან იზორია, რომელთანაც კობახიძე თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში რაღაც პროექტებს წერდა კონტრაქტით. ხო დონორებსო დასდევს ახლა და აწიოკებს თვითონ ხო დონორები ვინც იყვნენ ერთ-ერთი გაეროს ფონდი იყო მათთან მუშაობდა და ეს რაღაცა პროექტებს აკეთებდა კონტრაქტი ჰქონდა სახელფას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მახსოვს და იქიდან თან გერმანული რაღაცა აქვს განათლება ხო მაგათ გააცნო მახსოვს კალაძეს, იმიტომ რომ მაშინ პარტიულად ჭირდებოდა ჩვენ არ გვეცალა მაშინ ვინც პარლამენტში ვიყავით პარტიული საქმეებისთვის და ვიღაცას რაღაც საორგანიზაციო საქმეები უნდა ეკეთებინა და მიუყვანა იქ ვიყავი, უბრალოდ შევესწარი ამ შეხვედრას, რომ გააცნო ივანიშვილს უთხრა რომ პარტიაში გამოგადგებათო. და რო გაიცნო, ხო ნუ მაშინ არ იცოდა მე გაიგო ვისი შვილიც იყო და გაუკვირდა რატო არ მითხარითო. და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხა ყურადღების მიქცევა კობახიძემ. ოღონდ თავი რა რითი? მას შეუძლია ძალიან მოისაწყოს თავი. საწყლები მოყვარს ივანიშვილს. იული სამართავია. აბა წინამდებობას რო უწევ, წინა მე მახსოვს ერთხელ მითხრა რომ ყველაფერზე რომ მეკამათებიო, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებაო ამისთვის, ეს არ არის მარტივი ჩემთვის. ძალიან მოსაწყლებია თავი. ის ძალიან აი ის ისეთი საწყალია მასთან რომ მე ხო ვიცი როგორ ელაპარაკება, როგორ ამ ფორმით აჯერებს ვიღაცებზე, არ ვიცი, მათ შორის დარწმუნებულია ღარიბაშვილის წასვლაში ლომის წილი მიუძღვის კობახიძეს. ხო, უბრალოდ კობახიძე სერიოზულად ივანიშვილი არ უყურებდა თავის დროზე. და სულ კონფლიქტები ჰქონდა კობახიძეს აი ამ ენის მიტან მოტანების გამო. მას ძალიან ცუდი ჩვევები აქვს აი ეს ზურგს უკან რაღაცა კონსპირაციების შეთხვის, რაღაცების მოგონების, აი ძალიან ცუდი თვისებები აქვს. რომელიც არ შეიძლება კონდეს ქვეყანაში
რომელიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელს. თუმცა ეს ის თუ ესება, როგორც ვიცი, რომელიც ძალიან ხიბლავს ივანიშვილს. ან ხიბლით მე მგონი არ ჭირდება უფრო. მას ჭირდება შემსრულებლები, რომელზედაც ძალისხმევას არ ხარჯავს, რომ დებატებში შევიდეს. არ ჭირდება მას ახლა დებატები, დაამთავრა დებატები ჩვენ დროს. ჩვენ ვიომეთ ბევრი სასამართლოს გამო, მაშინ როცა მოვდიოდით, ცდილობდით რომ გადაგვერჩინა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სხვა შორის მაშინ აისია მოსამართლეების არჩევის რო გავაჩერე, მაშინ 1 წელი გავაჩერეთ ის პროცესი, მაგრამ ნუ მერე დარჩნენ მარტო და აი ეს სიაზე მინდა კითხო, აი სად ნახე პირველად ეს სია? ეცი რა იყო? სადაც ეწერა ჩინჩალაძე, სად ნახე რა მე დამეწერა, მე ბედი ხო გინდა საოცრება ხო არის მართლა რომ ამის გამო რომ ქუჩაში ვიდექი 5-6 წელი და ვიბრძოდი და სასამართლოს გამო საერთოდ 25 წელია ჩემი პროფესიის ბრძოლაში ვარ და ის ხალხი ვის გამოც ამდენი ვიბრძოლე დამეწერა ეს სია მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი ხო მაგ დროს მე უნდა განმეხილა მათი უბადოთ არჩევის უზენაეს სასამართლოში ხო იცოდა უკვე შენი პოზიცია ნახე რა გააკეთა მან წინა ჩემი პოზიცია რო იცოდა, ამას წინ უძღოდა რამდენიმე თვით ადრე. ეს სია ხო შემოვიდა დეკემბერში. ახალი წელი მოდიოდა მახსოვს ხო? ეს სია ხო დეკემბერში შემოვიდა, აგვისტოში მთხოვა შეხვედრა და შემომთავაზა გადასვლა დაწინაურება. და მივხვდი რომ ეს იყო, მაშინ ხო სასამართლო რეფორმაზე მუშაობდი. და მითხრა რომ იმას არ არის პრობლემა გააგრძელებს ვისაც სიტყვი იურიდიულ კომიტეტში და შენ გადადი სპიკერად, იმიტომ რომ კობახიძე ვერ მართავს პარლამენტს და მოდი იქ მიეხმარე, პარლამენტს უკეთესი იქნება. და მე ვთხარი რომ არ გადავალ, იმიტომ რომ სასამართლოს თემა უნდა დავამთავრო. მე მივხვდი სია რომ დამეწერა რომ ეს სია მზადდებოდა. მაინტერესებს როგორ გაიგე ამ სიის შესახებ. მე დამეწერა, ეს არის ორშაბათი დღე. სრულიად მოულოდნელად ყველა რო ახალ წელს ფიქრობს და ნაძვის ხეს აწყობს ან გონებაში ან ფიზიკურად, იმიტომ რომ 24 დეკემბერი იყო, და 26-ში გადავდექი. და ბოლო კვირა ხო იცი როგორია, ყველა წასულია ეს ელჩები დიპლომატები და სია შემოვიდა ბიუროზე 10 გვარი წერი, არაფერი სხვა, ფარატინე ფურცელი. დაეწერა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს სპეციალიას განსახილვად და კობახიძე მეუბნება რომ 2 დღეში გთხოვთ აი საწყალი სახით გამოიტანეთ ეს სიაო პარლამენტში კენჭისყრაზეო და ავიღე ტელეფონი უთხარი ეს იცის თუ არა ივანიშვილმა მეთქი და არაო ავიღე ტელეფონი და დავრეკე და პირველი ფრაზა მითხრა რომ ივანიშვილს დაურეკე ხო მას დაურეკე იმიტომ რომ ახლა კობახიძე რას გადაწყვეტდა ამ სიას მე არ გამოვიტანდი და როგორც კი დავრეკე და ზარიეს გავიდა უპასუხა მითხრა რომ სიასთან დაკავშირებით მიერგაო ხო მეთქი და წავიდეთ მაშინ ხო შევხვდეთო ვისაც ეგ პოზიცია გაქვთ ვიცი რომ კრიტიკული პოზიცია იცოდა წინასწარ რასაც აპოზიციაც მექნებოდა ვიკ ამიტომ მოვყევი ის წინა პერიოდი და მე წავედით ვისაც ახსოვს ლევანი იყო კედი იყო კვაჭანტირაძე იყო კიდევ იყო რა თამარ ჩუგოშვილი და კიდე რამდენიმე ადამიანი ბევრი ვიჩხუბეთ მაშინ ამ სიის გამო ხო დეტალებს ივანიშვილის სია არა იმ სიიდან არავის არ იცნობდა ჩინჩალაძის გარდა ალბათ მურუსიძე არ იყო სიაში არა მურუსიძე არ იყო გრიტიშვილი იყო მაქსიაში თავარი იყო ჩინჩალაძე რომელიც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო და არა მე მაშინ მას უთხარი რომ ქვეყანა რო დაქცეულიყო რაც არ უნდა გაეკეთებინა რა მეთოდიც არ უნდა გამოიყენებინათ მე უთხარი რომ მე ამ სიას არ გამოვიტანდი კენჭისყრაზე და წავიდოდი და მე მახსოვს თქვენი ამბები უკვე რა მეინტერესებს რა ჩატში იყავით სადაც ივანიშვილიც იყო არა ის საერთო ჩატში არასდროს საერთო ჩატში ივანიშვილი არასდროს ის არც არავის არ ურეკავდა პარლამენტში ესე 1-2 ადამიანი იყო ალბათ საკონტაქტო მისთვის ვისაც ის ელაპარაკებოდა მაშინ და ერთ-ერთი ჩემთან ჰქონდა კონტაქტი და ესე რომ საერთო მასში ყოფილიყო არა
დღევანდელი გადასახედიდან ისტორიულიც აღმოჩნდა ის პერიოდი, რადგან მაშინ გაფორმდა საბოლოოდ სასამართლო ისეთი როგორიც უბრალოდ მაშინ გადარჩა მათე დევიძის დამჭერი. მაშინ მე გული რატომ წყდება იცი ვიკა? ჩვენ მაშინ ხო წამოვედით ამდენიმე ადამიანი უმრავლესობიდან. მე ისია გავაჩერე მაშინ, ჩავარდა ფაქტიურად სარდიაშვილიც გადავაყენე. სია რო გაჩერდა ამით 1 წელი გავაჩერეთ ჩვენ სასამართლოს დაპყრობის პროცესი, მაგრამ მე მაშინ მახსოვს რომ აქცია რო ჩავატარეთ პარლამენტის წინ კენჭისყრა რო იყო მე 1 წლის შემდეგ რაღაცა 50-60 ადამიანი მოვიდა და მივხვდი რომ არ იყო ეს თემა გასაგები საზოგადოებისთვის და მე ვიყავი გულდაწყვეტილი მივხვდი რომ ვერ მიმიხვდა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ან რატო გადავდექი ან რატო ვიომედ ან რატო წამოვედით გაუგებარი დარჩა ეს თემა და ამ დროს ჩვენ ვინ წამოვედით მაშინ ზუსტად ხედავდით აი ხა რაც ხდება ეს ჩემთვის იყო მაშინ უკვე გასაგები. მე არ წამოვიდოდი 1% რომ შანსი ყოფილიყო რომ ჩვენ ბრძოლას იქ გისევ აზრი ექნებოდა, ჩვენ გავაგრძელებდით შიგნით ბრძოლას, იმიტომ რომ ჩვენ შიგნით ვლაპარაკობდით წავეთ ამ თემებზე. ჩვენ მაშინ დავინახეთ, რომ ეს იყო წითელი ხაზის გადაკვეთა. და მისთვისაც იყო ეს წითელი ხაზი. მისთვისაც იყო ეს სია გუნდის დაშლის ხარჯზე. არა, ეცადა, რომ ეცადა. ეხა დეტალებს ვერ ვყვები ამ საუბრის, მაგრამ რაღაც გამოსავალს ეძებდა და მათ შორის მახსოვს მე ჩემო მთავაზე ეს გამოსავალი, რაც პიროვნულად მე არ დამაზიანებდა, მაგრამ შედეგი იგივე დადგებოდა. და მე ვუთხარი რომ აქ საერთოდ არ მაინტერესებს მე პიროვნულად როგორ გამოვჩდები. აქ ჩემთვის თავარი ეს შედეგი არ დადგეს. მაგრამ მისთვის პიროვნულად მაინც დაგაზიანებდა თუ შედეგი იგივე დადგებოდა, რეპუტაციულად გულისხმობ. ხო, უბრალოდ თუ მე მაგალითად ხმას არ მივცემდი ან წითელს მივაჭერდი, ხო, ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ის ჩემი ხელით უნდა გამოსულიყო ეს სია. და მე ამ სიას არ გამოვიტანდი. და წითელი ხაზის გადაკვეთა იყო ეს და მე მაშინ მივხვდი რომ კი ცდილობდა რომ არ დაშლილიყო ეს გუნდი, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი თემა. მისთვის და რატო იყო მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ამით ძალაუფლებას ინარჩუნებდა. და ეს არის ნომერ პირველი თემა ივანიშვილისთვის დღეს სასამართლო პლანი. ვიკა, გამოჩნდა. უბრალოდ ჩვენ ეს უფრო ადრე დავინახეთ. სასამართლოთი მას შეინარჩუნა გაყალბებული არჩევნები, ყველაზე მთავარი. არჩევნებს რო აყალბებ, ვინ გიდასტურებს? სასამართლო. მოსამართლე ხუჭუამ თუ დაინახა რომ გაჟონა ბიულეტინმა სხვა ვერ დაინახა ის სხვა ზემდგომ ინსტანციები აი რატო ჭირდება სასამართლო ოცნებას ამიტომ ჭირდება ვისი ხელით გებრძვით თქვენ დღეს სხვა საქმეა მას რა შედეგი მოაქვს ამას მაგრამ ეს ხომ მთავარი ინსტრუმენტია და ეს დღეს რო ყველამ დავინახეთ აი ამიტომ წყდება გული მაშინ რატო ვერ დავინახეთ ეს საფრთხე როგორ მოხდა კლანის ფორმირება ეტაპობრივად ეს იყო პროცესი აი ჩვენ როდესაც პოლიტიკური პატიმრები სახელი დავარქვით საქმეებს და გავათავისუფლეთ ციხეებიდან ამას მყისიერად უნდა მოყოლოდა სასამართლოდან იმ ხალხის გაშვება ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა რა არ გაუშვეს და დღესაც იგივე ხალხი დარჩა. როგორ მოიკრიბეს ძალა და ეტაპობრივად, აი როგორც კი მოახერხეს მათ თავარ ადამიანთან ამ გარიგებაში შესვლა, ანუ აქ ორმხრივი ინტერესია, ერთის მხრივ სხვას შორის ამნიშნულოვანია იქ სოსო გოგაშვილის თავის დროზე მიცემული ჩვენებები სასამართლოსთან დაკავშირებით როდესაც ყვებოდა. რთული პროცესია ეს ძალიან, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, სასამართლოს უნდა ხელშეუხებლობა, უვადოთ არჩევა, რაც მათ მიიღეს და ამავე დროს ალბათ მიიღეს დიდი ფინანსური სარგებელიც და ივანიშვილს და მის გუნდს უნდა სასამართლოს მხრიდან სრული მორჩილება. ეს არის ორმხრივი ინტერესი. და როგორც დარჩა ესე, როგორც კი ჩვენ წამოვედით აი ეს უზენაეს სასამართლო რომელიც არ იყო კლანის ხელში ვიკა მაშინ და ესია ეგ იყო უზენაეს სასამართლოს დამორჩილების მიზანი იყო ამ სიის გატანა
1 წლის შემდეგ უკვე როცა უხანაშვილია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და მთლიანად აკონტროლებს პარლამენტს სასამართლოს ჯგუფი, მათ მიიღეს დამატებით ყველა მოსამართლის ადგილი უზენაეს სასამართლოში და სრულად გააკონტროლეს პირველ ინსტანციას, მეორე ინსტანციას, მესამე ინსტანციას, საბჭოც. ყველაზე და ორივე სარგებლობს ამით. კი, მაგრამ ყველაზე გავლენიანი ადამიანი სასამართლო კლანში დღეს ვინ არის? იუსტიციის საბჭო, რომელსაც მართავს ჩინჩალაძე და მურუსიძე. როდესაც ვსაუბრობთ ჩინჩალაძის და მურუსიძის გავლენაზე, სხვათაშორის ხშირად მომისმენია, რომ მათი გავლენა ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ივანიშვილის, იმიტომ რომ მათაც ბევრი რამ იციან ივანიშვილზე. რეალურად ხო, ესეა. რო დაუკვირდე, რეალურად სასამართლოს ისედაც აქვს კონსტიტუციით ძალიან დიდი ძალა, ვიკა. განაჩენი გამოაქვს და ამას თუ ემატება, რომ მართლობის ფორმა არის კლანური, ანუ ორგანიზებულ დანაშაულებრივი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს ყველა გადაწყვეტილება. იქ არიან წესიერი მოსამართლეები, მაგრამ ცოტანი. მათ ხელში არც ერთი გახმაურებული საქმე არ ხვდება. რატომ ნეტა? იმიტომ რომ აკონტროლებენ მათ შორის ვის დაეწერება ეს საქმეები. სულ მაინტერესებს ეგ როგორ ხდება, მიქვე ხდება თუ არა სასამართლოს მითითებების მიცემა, იმიტომ რომ სულ ვხედავ ხოლმე მოსამართლეს თავჩარგულს თითქოს რაღაცას კითხულობს, შეიძლება მე მეჩვენება ეს არ ვიცი, წინასწარ არის ალბათ ხო დაგეგმილი ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, და ამას თვითონ სასამართლოს კლანი არეგულირებს, მათ თვითონ დაალაგეს თავისი სისტემა ისე რომ რა ჭირდება დღეს პოლიტიკურ გუნდს, ეს არის ერთი, წარმოიდგინე, ერთი ხელი, ერთი შეიძლება სხვა ადამიანები, მაგრამ მშრალობა აქვს. პარტია სად იწყება და სად სასამართლო მთავრდება ვერ გაიგებ, ხო? ერთიან განწყობას რეალიზებას უკეთებენ. მაგრამ თავარი პასუხისგებლობა ავიწყდებათ ამ მოსამართლეებს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე ვინმე სხვას კი არ მოეკითხება, მათ მოეკითხებათ მომავალში. ეს ავიწყდებათ ყველა მოსამართლე ვინც ხელს აწერს ამ უსამართლო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა ივანიშვილს მოთხოვენ მათ გადაწყვეტილებაზე, პასუხს ივანიშვილს თავის ქმედებებზე მოუწევს პასუხისგებლობის აღება, მაგრამ ამ მოსამართლებმა უნდა იცოდნენ, რომ რასაც ხელს აწერენ, თვითონ იღებენ ყველაფერზე პასუხისგებლობას და მოუწევთ ეს პასუხისგებლობა ადრე თუ გვიან, უბრალოდ არ ფიქრობენ ხვალ და ზეგრა ელოდებათ. ივანიშვილი რა მოხლებით გასამართლდება? რა ვიცი. ბევრი ფორმულირება შეიძლება იყოს აქ კვალიფიკაციის თვალსაზრისით. მათ შორის როცა იყო თავის როზე თანამდებობაზე, ხო, უმაღლეს თანამდებობები ქონდა. ახო არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არის უფლებამოსილების გადამეტება და სხვა სისტემური დანაშაულებები, რომელიც მე უკვე სისხლის სამართალში არის, ვიკა პერსონალური და არა კოლექტიური პასუხისგებლობის პრინციპი. სადაც კი იკვეთება პერსონალური პასუხისგებლობა, ამის გარდა კონკრეტული ქმედებებისთვის. არ ვიცი, ალბათ პასუხისგებლობაზე ფიქრობს და რო ფიქრობს, მე ამიტომ მგონია, რომ უკან ვეღარ იხევს. აი რაცაც ვიხსენებდით დღეს, იმიტომ რომ მისი ესე ვთქვათ პორტრეტი შეგვექმნა და აგვეხსნა დღევანდელი ალოგიკური ვითარება რატო არის. იმ პერიოდში მას უკან დახევის რესურსი ჰქონდა, ლავირების შეეძლო უკან დახევა, პრაგმატულად უყურებდა მოვლენებს, საფრთხეს თუ იგრძნობდა ცვლიდა, მე მინახავს მისი შეცვლილი გადაწყვეტილებები ჩვენთან კამათის შემდეგ. დღეს აი არ აქვს ეს რესურსი, არც არავინ არ ყავს, როგორც გითხარი, ვინც მას ეტყვის, რომ არ შეიძლება ან წინააღმდეგობას გაუწევს და მგონია, რომ აი ეს შიში პასუხისგებლობის რასაც ალბათ ფიქრობს, ხო? მით უმეტეს, როცა ისმენს ასეთ განცხადებებს. მას ალბათ უკან დახევის შანსს უზღუდავს და შეიძლება შეცდომაზე რომ უშვებენ და გამაოგნებელია ბოლო პერიოდის ამბები, რა კანონებს იღებენ, ან ხალხს ისთვის იბარებენ სასამართლოებში, ეს არის ამის პასუხი ჩემი ანალიზით. ეს შურისმაძიებელია? კი, მე ვფიქრობ, კი.
შენზე პერსონალურად იყო მან აღიარა შეტევა პრაქტიკულად მახსოვს პირადი ცხოვრების კადრებსაც გულისხმობ ეს იყო შურისძიება ის რაც ისიერიში რაც შენზე მიიტანეს ამ კადრების ნახე როდის მოხდა თავი არის ძალიან მნიშვნელოვანია როდის ხდება ასეთი ტიპის თავდასხმა და ანგარიშწორება ეს მოყვა სწორედ აი იმ სამდღიან სხდომებს როდესაც უმძიმესი კონფლიქტი იყო და მძიმე დებატები და როცა მე ესია ჩავაგდე და მაშინ მოხდა იმის შემდეგ მოხდა რა თქმა უნდა უკავშირებ რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირებ სასამართლოს გამო ივანიშვილის შურისძიება ერთობლივი მე ვფიქრობ მე მაშინ არ შემეძლო ამის დაჯერება გულწრფელად რო გითხარ რომ ეს მისი მე მგონია რომ მან უფრო დიდი როლი ითამაშა სასამართლო კლანმა და იმ ჯგუფმა მათ შორის ართიაშვილის და ამ დაჯგუფებამ მგონია რომ მათი ინიციატივა იყო მათი იდეა იყო რომელსაც ეხა ალბათ ხო რომელსაც შეათანხმებდნენ უბრალოდ თვითონ მიმტკიცებდა რომ ეს ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა იმიტომ რომ მე დამბრალდებოდაო და შენ განგაწყობდა ჩემს მიმართო მტრულათო და მიმტკიცებდა ხო ცდილობდა რომ მე დამეჯერებინა რომ ეხა არა ვარ ესეთ გულუბრყვილო რომ ანალიზ ვერ ვაკეთებდე მაგრამ მეც ვერ წარმომედგინა ხო გასაგებია რომ ახლა როცა ამდენი წელი ადამიანთან ერთად გონია რომ რაღაცა ღირებულს აკეთებ როცა კარგ საქმეებს ვაკეთებდით იმ პერიოდში როცა რეფორმებს ვაკეთებდით ნუ აი წარმოუდგენელი ამის დაშვება ჩემთვის მაგრამ თვითონ გეუბნები მისი ახსნა იყო ეს რომ ამით ხსნიდა რომ ეს იყო გაკეთებული წინა რეჟიმის მაგრამ მე ზუსტად მივხვდი რომ მიზანი იყო ჯერცად შურისძიება და მეორეც ერთი მაშინ ეს თემა არ ცხრებოდა ანუ როცა გეუბნები რომ გაჩერდი და გაჩუმდი და იყო ძალიან ხმაურიანი სასამართლოს ეს დებატები მე მგონი რომ ეს იყო ბოლო გასროლა რომელთაც ფიქრობდნენ რომ აი ხა გავანეიტრალებთ და იმიტომ რომ მე იმის შემდეგ მივიღე კიდე შეთავაზებები დარჩენის და რაღაცა სხვა ანუ ეს იყო შანტაჟი კი უმძიმესი მაგრამ კი და ბოლოს აღიარა რომ ის დამარცხდა ჩემთან ბრძოლაში რას გულისხმობ ის რომ მე ბრძოლა გავაგრძელე და ის რომ მე არაფერი არ გავაკეთე რასაც ჩემგან უკანონოს ითხოვდნენ და მან თქვა რომ ხო არ მინდა ხეს სიტყვები გავიმეორო მაგრამ მან აღიარა რომ ამ ბრძოლაში მე გავიმარჯვე და ის მე ვერ მომერია ამის შემდეგ გქონდა მასთან საუბარი ამ თემაზე რა თქმა უნდა მაგრამ დამპირდა რომ ამ დანაშაულს გახსნი და მაშინაც თხოვა რომ არ წავსულიყავი მე არ დამეტოვებინა გონდა მაშინ წამოვედი თუ გახსოვს რა გაიწვერა კაცი ხო მაგრამ იცი რას მივხვდი ამ ამბით რომ ხო შეიძლება ეხა ძნელი ავთხრა ადამიანს რომ ამდენ რაღაცას გაუძელი და მაგრამ მასზე გამარჯვება თუ ამ ბრძოლაში აი ამ რას შეუძლია ხშირად რო კითხულობენ ხშირად ეხა მწარეთ მეღიმება ამ სიმძიმის წინააღმდეგობას თუ გაუწევ თუ გავლენას ვერ მოახდენს აი ამ დროს მარცხდება ადამიანი ვინც გინდა იყოს ის და ყველაფერს გაუძლებ ამას თუ გაუძლებ ყველას არ შეუძლია ეს და მართლაც ძალიან სწორი იყო შენი რეაქციაც შენი პოზიციაც და ის რომ ახლა ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობ და ის რომ შენ ხარ პოლიტიკურ პროცესში ჩვენ ვიცით ქალები რომლებიც აღარ არიან პოლიტიკურ სივრცეში და შენ დარჩი არა მარტო დავრჩი მე მაშინ ვთქვი, რომ თუ არ ვაპირებდი რაღაცების გაკეთებას, თქვათ აქტიურ პოლიტიკურ რაღაცა ნაბიჯებს, პარტიულს და ასე შემდეგ, ასე აღარ ვაპირებდი და პროფესიაზე ვფიქრობდი, ყველაფერი შევცვალე. ყველაფერი საწინააღმდეგოდ გავაკეთე, რასაც მე უნებოდა რომ ეს არ გააკეთო, იმას ვაკეთებდი, იმიტომ რომ მოძალადეს სისტემა რო წარმოიდგინოს პიროვნებებისგან შედგება, რა მნიშვნელობა აქვს? რაც პირველი რაც არ უნდა დაუშვა, როცა ხვდები რისთვის კეთდება ეს,
ის არ უნდა შეასრულო. მე დაბინახე მაშინ რითი აჩერებდა რამდენიმე ადამიანს აი სისტემა რა მეთოდებით. და ბევრი ალბათ ხმას ვერ იღებდა, ჩუმად გადიოდა გუნდიდან, ან არ ვიცი. მეცაც გეტყვი, ჩემი აზრით, ამ ისტორიის შემდეგ ზოგადად ამ სახის შანტაჟმა დაკარგა აზრი. კი, იმიტომ რომ იარაღი, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს, ვიკა, ის კარგავს ძალას. ეს იყო უმძიმესი იარაღი, იმიტომ რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ასახსნელი არაფერი არ მქონდა და არ გიყვები ხა იმ საუბრის დეტალებს, ასეც ვისაუბრეთ, არაფერი არ მქონდა პიროვნულად ასახსნელი მე მაგ თემის გამო, მაგრამ ეს საქართველოა, სადაც რაღაცა სტერეოტიპებია და არ არის ეს იოლი გასავლელი გზა. იოლი კი არა, არ ვიცი ხა, არა ადამიანური ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს გაიარო და ბრძოლაში დარჩე. მაგრამ როცა მივხვდი რისთვის კეთდებოდა ეს და მიზანი რა იყო, ამან მომცა ეს мотиваცია, როცა თქვი, რომ ეხა გავიღიმებთქო და ბრძოლას გავაგრძელებ. რა მეღიმებოდა, მაგრამ ბრძოლის გაგრძელების საოცარი ჟინი მქონდა. ამას არ შევწყვეტ, იმიტომ რომ აი სისტემა, რომელიც ამ ფორმით პასუხობს იმ იდეის გამო, რასაც იცავ, ხო, რა, ჩემთვის ხო არ მინდა სასამართლო. ეს ხო ამ ქვეყანას ჭირდება ეს სასამართლო, ეს ხო იდეა, რომელსაც იცავ და შენ თუ აი ესეთ მონსტრი გიყალიბდება ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ადამიანი ასეთი მეთოდით, ის კი უნდა გაიქცე სადღაც და დაიმალო. უნდა იბრძოლო, ეს შეცვალო და მე ზუსტად ფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგი, როდესაც თქვი, რომ ხა ბრძოლას გავაგრძელებ და ამიტომაც ვაგრძელებ დღემდე. ეს უნდა შევცვალოთ ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ და არ ვიცი, რამ დააბრმავა ეს ოცნების მხარდამჭერები. იმის შემდეგ გახსოვს, რომ 2021 წელს გამოქვეყნდა, მათ შორის ტელევიზიებს რომ მიუტანეს 1000-ობით ადამიანის სატელეფონო ჩანაწერები უკვე ერთმანეთს რო უსმენდნენ, თვითონ ერთმანეთს რო უსმენდნენ და დღემდე რო გაუხსნელი. აი ამაზეც რო თვალი დახუჭა ოცნების ამომრჩეველმა და ხმამისსა, რომ აი მასაც რო უსმენენ პირადად და იმას რო ხმას აძლევს შემდეგ, რომ არაფერი პირადი დაცული აღარ აქვს და აი ამის სახელის დარქმევა არ შეგიძლია. მე არ ვიცი ამას რა ქვია რა. ოცნების გულშემატკივრებთან კონტაქტი, ურთიერთობა, კონფლიქტობს, ჩხუბობ მათთან თუ მეგობრებს კარგავ ამის გამო. კი, დავკარგე უკვე. დავკარგე. მაგრამ მე არ წარმომიდგე, მეც დავკარგე. დავკარგე, ვიკა, ბევრი შეგელია ყავადალია მაგალითად და არ ვიცი სადღაც იქეიფოთ ოცნების თავარ ღირებულებებს ეხება. ეხა მახსოვს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარმა რომ მითხრა რომ ნუ დამკარგავ, ძალიან მიყვარხარ ამის გამო და შევინარჩუნოთ ეს სიყვარული და მეგობრობა და უთხრა რაზე დგას მეგობრობა? რაზე დგას? არ არის საერთო ღირებულებები? თუ ჩვენ სიკეთეზე, სიმართლეზე, ქვეყანაზე, რა ვიცი, მეგობრობაზე, წესიერებაზე, რა არის ახლა დღეს რეჟიმის ყველაზე ძლიერი მხარე და რა ცოცხლებს ამ ხელისუფლებას და ასევე მინდა კითხო სუსტი მხარე რა არის? ჩვენ ახლა აი ამ ისტორიაზე საუბრის დროს, მძიმე ისტორიაზე საუბრის დროს პასუხი გავეცით ამ კითხვას. ჩვენ გვჭირდება ბევრი ადამიანი ისეთი, ვიზეც ეს რეპრესიული რეჟიმი გავლენას ვერ მოახდენს. თუ ესეთი ადამიანები უფრო მეტნი იქნებიან, არიან, მაგრამ ცოტა. უფრო მეტნი უნდა იყვნენ, რომელიც ამარცხებს ამ რეპრესიულ სისტემას, რომელიც დგას აი ამ არამყარ ვერტიკალზე. სიძლიერე არ არის მათი უკვე აი როგორ გითხრა სიძლიერეს მე ვერ ხედავ იქ. მე უფრო მეტად ხედავ მეტად გავლენის შესაძლებლობას ფინანსებით და ძალაუფლებით ბევრი ადამიანი მოისყიდეს, გადაიბირეს, გააჩუმეს და უფრო ძლიერად უნდა ისმოდეს ყველგან პროტესტი, წინააღმდეგობა და საბოლოო ჯამში აი ეს ერთი ისტორია მე რაც მოვყევი, ხო? როდესაც შენ არ ხდები შემსრულებელი სისტემის, ეს ყველა ჯერზე უფრო მეტად ამარცხებს. საბოლოო ჯამში ეს დაამარცხებს მას უბრალოდ
აი ესეთი გამბედაობა გჭირდება ცოტა უფრო მეტიც. ვანო ზარდიაშვილს ამინდა გითხო. რამ გაგახსენა? აი რამ გამახსენა და სხვათა შორის ერთი რამ უნდა გითხრა. ამ კაცის არც სახელი მახსოვს ხოლმე, არც გვარი მახსოვს. ხო, არც და სულ მახსოვს რომ აი ეს კაცი, ის ბიჭი ეკამ რო გაუტყლაშუნა, აი ესე მახსოვს ხოლმე და მე დავგუგლავ და ვანო ზარდიაშვილი. წარმოუდგენელია რომ ასე დარჩა ის ჩვენს მეხსიერებაში. ბევრი ის გამსმენია. მაგრამ იცი რომ მას საკმაოდ დიდი გავლენა ქონდა იმ კუთხით, რომ ის იყო კლანისთვის დასაყრდენისი პარლამენტში. ის იყო მათი მხრიდან პარლამენტში ჩასმული, რომელიც მე გვიან აღმოვაჩინე და როგორც კი ეს აღმოვაჩინე, მიუჩინე თავისი ადგილი. როგორც კი აღმოვაჩინე, ხო, იმის შემდგომ ივანიშვილმა მეორე დღეს დაატოვებინა პარლამენტი, იმიტომ რომ მიხვდა, რომ წითელი ხაზები გადაიკვეთებოდა. გაანადგურა პრაქტიკულად. მე შენ უნდა წასულიყავი პოლიტიკიდან და ვანო ზარდიაშვილი ერთი ხელის მოსმით გააქრებ პოლიტიკური პროცესიდან. დიახ. Facebook-ი უნდა გავაუქმო ერთი თვე. რა გაუძლებს ახლა ამათ? არა, ეკა. არა, ეკა. ყველას გავანადგურებ ბოტებს. არა, საერთოდ არ მანაღლებს ახლა ხუმ. ბოტებზე ისე ეხლა ამბების მოყოლის მე ხთან მოგიყევი 10%. ჩემზე გავლენას აღარაფერი აღარ ახდენ შემოძვიფასო მორჩა. რეჟიმი აგონიაშია რომ ამბობენ ეთანხმები ამ ფრაზას. ასე ვიტყოდი რომ დაშლის პროცესშია. მძიმე სირყევები აქვს და ჩაასეხა უნდა დავინახოთ ეს. ის რაც ხილულად და ცხადად ჩანს ადამიანები მიდიან ამ რეპრესიული სისტემიდან, ან მიდიან, ან გარბიან, ან უშვებენ ამ შოლობა, იშლება თვითონ ეს რეპრესიული სისტემა. ვერასდროს ვერ გაუძლებს ის ამ წინააღმდეგობას ეხა რაც აქვს ხალხის მხრიდან. უბრალოდ ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გამოჩნდეს. რა არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც არ მიიღებდი? მე მიმიღია უმძიმესი, ურთულესი, თავზე ხელაღებული გადაწყვეტილებების კი ჩემთვის თავარი იდეის დასაცავად. რაც არასდროს არ მინანია, ამას გეუბნები აბსოლუტური გულწრფელობით. ეს არის ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის ძალიან სახიფათო ჩემთვის. ისევ იგივეს მივიღებდი. თუ სადმე დამიშვია შეცდომები, ეს არის ადამიანურ ურთიერთობებში, რაღაც შეიძლება პირად ურთიერთობებში და მინანია ეს. მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო, რაც მე მიღია ჩემს აზიანოდ, არცეც არ შევცვლიდი. მე ამით ძალიან ვამაყობ და ჩემ თავს რითიც რის გამოც ვაქებ ეს არის რომ ეს გამბედაობა მე სულ მქონდა. ხო, შეცდომები მქონია კი ახლა ადამიანურ ურთიერთობებში და როგორ არა და ძალიან ბევრი რამე შემოძლო, უფრო ლამაზად გამეკეთები, ან უფრო მშვიდად, მაგრამ ემოციური ხარ? კი, აბა რა. აფექტში ვარდები ხომ? აფექტში არ ვარდები მე. ერთი იყო ის ერთადერთი ის იყო ერთადერთი მომენტი, ღირსი იყო, უარესის ღირსიც იყო. არა, ის იყო ერთადერთი შემთხვევა. მე როგორც წესი ძალიან ვაკონტროლებ, მაგრამ ვარ ძალიან აი როგორ გითხრა, უბრაზდები. არა ვარ კარგი მოსასმენი. არც ვიგინები და არც ვიწყევლები, მაგრამ უმწვავესაც გამოვხატავ. ოდესაც ქართული ოცნების წევრი იყავი, გაკრიტიკებდნენ ჩაცმა. არა, ეს ბოლო ის არის. ჩაცმა დახურვაზე ყველაფერზე გაკრიტიკებდნენ. სამიზნე ხდები. შენი თეთრი ფეხსაცმლის გამო რა ამბავი იყო. ეგ მელიას მოგონილია, ხო იცი? ბესელკები. ეგ ხო იცი? მართლა? არ გაბრაზდი მელიასზე? არა, ვიცინე. არა, მე ეგეთ რაღაცებზე ძალიან ისეთ მიმღეობ. ერთ-ერთი ეს იყო ძალიან სულელური ხოვრობა და წლების მერე გამიმხილა, რომ მისი ინიციატივით დაიწყო ეს ამბავი. ვაიმე, ძალიან ის არის სასაცილო ისტორია ხა. შობის დღეს რომ ბავშვებთან მიხვალ, ისე რა ქვია, თეთრ ქუნქულა ფორმაში გამოცნობილი.
ძალიან გააზრებულად გავაკეთე ეს. ძალიან მაგარი. პოლიტიკაში როცა რამეს წარმოადგენ, ეხლა უნდა იცოდე, რომ უამრავი რამე შეიძლება დაგბრალდეს. კი, ამაზე რეაგირებდი განსაკუთრებით ცილის წამებებზე რეაგირებ წავედ. მაგრამ ბესელკებზე არ ბრაზდებოდი. ბესელკებზე როგორ გავბრაზდები, ან ის თოჯინა გვარამია რომ იკეთებდა იმას ფილმებს. მაიმე გიშდებოდი თოჯინაზე, ვიკა ისე მიყვარდა რომ ხამე პარლამენტიდან რომ ბრუნდებოდი დაღლდაქანწული ღამის 2 საათზე დედაჩემი ეკრანზე რთავდა სპეციალურად ამ თოჯინას რომ ხასიათზე მოვეყვანე. ჩემმა შვილმა მარტო ბესელია იცოდა პოლიტიკოსებიდან. უყვარდი იმიტომ რომ ვანოს თოჯინადან იცოდა. გიშდებოდნენ ამ თოჯინაზე ბავშვები. კი. აიმე მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. ძალიან საყურადღებო. მადლობა. ანა ეს არის ალბათ ანალიზი თუ ანატომია და დასკვნებისთვის ეს არის საჭირო და მნიშვნელოვანი. მადლობა რომ მითხარი რომ არ მიყვარს წარსულზე საუბარიო და ამ პერიოდზე საუბარი თურმე არ ყვარებია და მაინც ბევრი ვისაუბრეთ, ამიტომ მადლობა მინდა გითხრა. არ უნდა გაექცე კითხვებს, როცა ხარ საჯარო ცხოვრებაში და მგონია რომ ეს არის პირველი ნიშანი გულსრფელობის და ღიაობის. მადლობა, დიდი მადლობა. შენ ძალიან მიყვარხარ. აბა, ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა, ეკა ბესელია იყო ჩვენთან სტუმრად. თუ გაქვთ საინტერესო იდეა, ვინ შეიძლება იყოს სტუმრად შემდეგი გადაცემისთვის, აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში. მე კი გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე.